მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას ქართული ინოვაცია, მე დიდო ვარგობიჩია და დღეს გვიწევს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას ქართული ინოვაცია, მე დიდო ვარგობიჩია. გამარჯობათ ძვირფასო პეკატეველებო, თქვენ კარგახანია უყურებთ ჩემს საავტორო გადაცემას დიდ გარღვევას, მაგრამ მე დღეს დიდი გარღვევით არ წარმოვიჩნდები თქვენს წინაშე. ამ ტელევიზიამ მომცა იმის საშუალება, რომ მეორე საავტორო პროგრამა არაპერიოდულად განმახორციელო. იმიტომ რომ ძალიან თავისებური თემატიკის არის და არა იმიტომ რომ ვინმე მზღუდავს აქ არის ფასებო საუბარი არის ქართულ ნოვაციაზე რომელსაც მე ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის ჟურნალისტური საქმიანობის პრაქტიკული საქმიანობის 4 წლიანი სტაჟიდან და გამოცდილებიდან შემიძლია თავად გითხრათ რომ კვირა არ ჩამიგდია რომ მე ამ საინტერესო კატეგორიის ადამიანებთან არ მქონოდა შეხვედრა, შეხება, საუბარი სულ ამათ წიაღში ვარ, სულ ამათ ამტრიალებ და კიდე ფენომენებთან მტრიალებ. რატო? მიმაჩნია რომ ესენი არიან უსაინტერესოესი ხალხი და თუ დღეს მსოფლიო ეკონომიკა გადართულია ადამიანურ კაპიტალზე, შრომის ცოდნის კაპიტალზე მთლიანად და მიაჩნიათ რომ ეს იქნება მთავარი ბერკეტი მომავალი სახელმწიფოებისთვის ეკონომიკური ძლიერებისა. მეც ვეთანხმები ამას აბსოლუტურად და სწორედ ამიტომ შევქმნით ეს რუბრიკა. წლების მანძილზე არაერთი საინტერესო ადამიანი გამოგვიყვანია ასპარეზზე, რომელთა უკან ყოველთვის ამას უსვამ ხაზს, რომელთა უკან თუ ოდესმე სახელმწიფო დადგება, სახელმწიფომ შეიძლება ძალიან დიდი ხეირი ნახოს, ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს, თავისთავად ავტორმა ნახოს, მისმა ოჯახმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს სწორედ ასეთ ნოვატორს, გამომგონებელს ინჟინერ მექანიკოს ბატონ თამაზ ნათენაძეს წარმოგიდგენთ. მოგესალმებით ბატონ თამაზ. მადლობა ბატონო გეგილა. ბატონ თამაზზე გახლავთ გპl-ი დაამთავრა დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ძველი სახელით გპ-ი, მე მგონია ყველასთვის ნაცნობია და სახელია და კლიშეა ეგეთი. გახლავთ ინჟინერ მექანიკოსი. ჩვენი თაობის და არა მხოლოდ ჩვენი თაობისთვის კარგად ცნობილ თბილისის ჩამხშენებელ ქარხანაში მუშაობდა 1972-96 წლებში, ჯერ ოსტატად, მერე საამქროს უფროსად და მთელი რიგი კარიერული მომენტები გამლო იქ. მე სიმართლე გითხრათ, ცოტა სხვა მისიით გამაცნეს ბატონი თამაზი. გახსოვთ ხო ბატონ თამაზ? როგორც შემოქმედი ადამიანი, როგორც პოეტი, როგორც ყველა ქართველი, ხო, თქვათ და რაღაცა საუბარში მივყევით და აი სწორად აბსოლუტურად სწორად ვიგუმანე რომ ინჟინერ მექანიკოსი გამოგონებების garaში არ შეიძლება ყოფილიყო. ნუ ესეა ჩვეულებრივად მიღებული და ამიტომ ხო ესე იყო. ესე იყო. დიახ და რო ჩავიკითხე აი ჩემი გაოცების დრო მაშინ დადგა და აღმოაჩინეთ რომ ბატონ თამაზი არის 5 ინოვაციის აქედან 2 გამოგონების აქედან 2 დაპატენტებულია, 3 თავის რიგს ელოდება და 16 ნოვატორული, ინოვაციური, ასე ვთქვათ, რაციონალური წინადადების ავტორი. რომლით დავიწყოთ ბატონ თამაზ? დავიწყოთ ქრონოლოგიურად მაშინ. კი ბატონო. მე წარმოგიდგენთ ჩემო ბატონებო ბატონი თამაზის საავტორო მოწმობას, პატენტს, ასე ვთქვათ, რომელიც გაცემულია საბჭოთა კავშირის დროს და თქვენ იცით, რომ მაშინ შერჩევის კრიტერიუმი და მექანიზმები, რომ დაგიპატენტებინა რამე საკავშირო პატენტი მოგეპოვებინა, ეს იყო მთელ რიგ შრომასთან, ძალიან სერიოზულ შრომასთან დაკავშირებული და მტკიცებულებებთან ამის არსებობის გარეშე, თქვენ ამის უფლებას არ მოგცემთ. არა. ეს გამოგონება, რომელიც ეხება სახარატო იმას დაზგას, ხო?
სახარატო ხრახჭრელი დაზგა. სახარატო ხო. რა ქვია? ხრახჭრელი დაზგა. ხრახჭრელი დაზგა. ეს არის სრულიად ახალი ტიპის დაზგა დანადგარი, რომელიც მე ხაზს გავუსვამ საბჭოთა კავშირის დროს მანქანათმშენებლობა ძალიან სერიოზულად იყო განვითარებული, მათ შორის საქართველოშიც, ხო? კი, იყო, როგორ არის? დიახ, იყო, მაგრამ ეხლა აღარ არის, ეხლა როგორ აღარ არის, ამას მე ვილაპარაკოთ, მაგრამ აი იმ პერიოდში არის დაპატენტებული, მე წარმოგიდგენთ ეხლა ამას თქვა და ვთხოვ ჩვენს ოპერატორს, რომ ახლოს ამას წარმოგიდგენთ, მე ბუნებრივია გადაცემაში ჩაერთვება და ეს პატენტი არის დათარიღებული 1988 წლის 17 ივნისით. აქვს თავისი ნომერი, თავისი ბეჭედი, გერბი, შტამპი, ყველაფერი. ბატონ თამაზ, დავიწყოთ? ნოვაციებზე საუბრობთ, მაგრამ სანამ ნოვაციაზე გადავიდოდეთ, მინდა გთხოვოთ და გვითხრათ, თქვენ მთელი 25 წელი გაატარეთ ჩარხმშენებელში. იქიდან დაიწყეთ და საამქროს უფროსობამდე მიხვედით. რა დაემართა ამ საქართველოს მძიმე მრეწველობის ერთ-ერთ ფლაგმანს? რა დღეში ჩააგდეს ეს წარმოება? დღეს რამე თუ არსებობს აქ, თუ გაქვთ ეს ინფორმაციაც, მოდით, ამით დავიწყოთ საუბარი და მე შევხვდეთ თქვენს ნოვაციებს და მე მივაქცევინებ ჩვენს ყურადღებას ბარტო საზოგადოებას, რომ როგორი ეკონომიკური ეფექტები შეიძლება ამას მოყოს. გისმენთ? ჩარხმშენებელზე ჯერ. ჩარხმშენებელი ქარხანა უკვე აღარ არის ჩარხმშენებელი, იმიტომ რომ სულ დაყვეს ნაწილად არის ეს რა ქვია დანაწილებული და ჩარხებს იქ აღარ წარმოებენ. სად წავიდა ეს დანადგარები? დანადგარები მე თვეში უშვებდი 400 სახარატო ჩარხს. დიახ. თვეში და 20 საექსპორტოს. ესენი ყველაფერი წავიდა გაიყიდა თურქეთში. 20 საექსპორტოს. 20 საექსპორტოს ყოველ თვეში. და ყოველ თვეში. თვეში. დიახ. ასე იგი და ეს რაოდენობა გადიოდა და კარგად იყიდებოდა. ხო იმ პერიოდში? კი, აბარა, კომუნისტების დროს. ანუ გაუყიდავი ეს არ რჩებოდა საბჭოთა პერიოდში. კეთილი. დაამთავრდა საბჭოთა პერიოდი, გადავედით ეგრეთ წოდებული დემოკრატიის ოაზისში, ბჭყალებში ვამბობ რა თქმა უნდა და ეს უნიკალური მანქანათსამშენებლო დანადგარები, ჩარხები, ხო, უნიკალური იყო პროგრამულები, ყველაფერი. რა აღირებულებს მას წარმოადგენდა დაახლოებით? რა გითხრათ, ეს ძალიან ბევრი დიდი რამდენიმე მილიონი თქვა. ალბათ, ესე იქნებოდა. ათეული თუ მილიონი? ალბათ ათეული, იმიტომ რომ გერმანიიდანაც ჰქონდა ჩვენ ჩარხები. ჰქონდათ ეს ჩარხები. რა ბედი ეწია მათ? 90-იან წლებში. ბატონო? რა ბედი ეწია ამ ჩარხებს? ეს ჩარხები სულ ყველა გაიყიდა, აბსოლუტურად სამქროებიდან ახსნეს და გაყიდეს, გაიტანეს თურქეთში ძირითადად. და დანარჩენი არ ვიცი, შეიძლება ჯართად ჩააბარეს. ვინ იხეირა ამით? ვინ გაყიდა ეს? როგორ გაიმეტეს ასეთი ღირებულების? ვით როგორ გაიმეტეს და იქ მოვიდნენ სხვები, ვინც ჩარხმნელები არ იყვნენ და ვინც არ აწარმოებდნენ და მას არ იცოდნენ ალბათ მისი ფასი და მისი წარმოების ისა. ვისი დირექტორობის დროს მოხდა ეს? პაიჭაძე იყო, გადააყენეს და მერე წავიდა ამის შემდეგ. და ეს უზარმაზარი ტერიტორია სხვადასხვა ვიწრო რაღაცებად გადააქციეს. რაღაცები კეთდება, ავეჯი და რაღაცები. დიახ, საწყობებად გადააქციეს. და ასე შემდეგ. იქ აი ეს დიდუბის ტერიტორიას. დიდუბის ტერიტორიაზე მეტოდან ზემოთ. ერთ-ერთი ფლაგმანი ბატონებო და ქალბატონებო, საქართველოს ერთ-ერთი ფლაგმანი მძიმე ინდუსტრიის სიამაყე, აი ესე ნაკუც გაიტანეს და გაყიდეს თურქეთში და დღეს იქიდან შემოგვაქვს ყველაფერი. აი სწორედ იმ საბჭოთა ჩარხებზე ბატონმა თამაზ ნათენაძემ შექმნა აი ეს ნოვაცია, აი ეს გამოგონება, ეს მნიშვნელოვანი გამოგონება და ეხლა მის ეკონომიკური ეფექტებზე თხოვ ავტორს. რა ეკონომიკური ეფექტი აქვს? ჯერ რა ქვია ასახებას, რა შეუძლია და რა ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის? აქ კეთდება, აქ რა არის, იცი, რუსულად ვიტყვი რა პატრონა, რომელიც იჭერს დეტალს, რომ დაამუშავო. დიახ. დაამუშავო. ეს დეტალი იყო, რა ქვია, ხელით რო ჩადებდი დეტალს ნამზადს. ხელით უნდა მოგეჭირა პატრონა და ხელით უნდა მოგეხსნა. და თქვენ ეს ავტომატური გახადეთ? ეს გავხადე მე ავტომატიური. თან შპინდელი
გახდა თავისუფალი. შეგიძლია შპინდელის ბოლოდან ჩადო დასამზადებელი დეტალი და გამოიტანო და გააკეთო რა. აღარ გჭირდება სათითაოდ იმისი ჩადება, გაჩარხო და რაც კიდე ის გააკეთო. გასაგებია. მაშინ ახლა შევეხოთ ეკონომიკურ ეფექტს მისას. როგორია? რა ეკონომიკური ეფექტი აქვს ამას? რა გითხრათ ეკონომიკური ეფექტზე რა გითხრათ, მაგრამ გამოგონებაა და გამოყოლე გამოგონება მე მგონი რაღაცა ეფექტი უნდა. არა, რაღაცა რა თქმა უნდა, მაგრამ ხო არ დაგითვლიათ თქვენ ასე ვთქვათ, რა შეიძლება ამას მოყვეს? ან რა დაჯდება დაახლოებით ამისი გაკეთება? არ დამითვლია, ეს სახარატო ჩარხი გაკეთებულია. ხო კეთდება სახარატო ჩარხი და მე იქ გადაკეთება აი თქვენი ინოვაცია იმას უნდა მიეგბას, ხო? და ის გახდა. ხო, ხო არა გაქვთ ინფორმაცია იმის შემდეგ ხა დიდი ხანია გასული და მსგავსი ვთქვათ პატენტი ან ისა სადმე რომელიმე სხვა ქვეყანაში ხო არ არის შექმნილი? არა მგონი, არ არის, მე მგონი არ მინახია ხა, მაგრამ არ არის, იმიტომ რომ არსად არ არის. იყო პროგრამული ჩარხები, რომელიც ჩემს საამქროში იდგა და ის შპინდელი თავისუფალი იყო ნახვეთი. რასაც საკატოკონს იდება. ანუ იმ შრომას რაც სჭირდებოდა მექანიკურ ჩარხზე თქვენი ინოვაციის გამოყენების შემთხვევაში დროს ამდენად ამცირებს, თქვათ იმ ახალი ჩარხის ან იმ დეტალის დასამზადებლად. სამ ხელით გააკეთებ, ხო, იმას მოუჭერ და მოუშვებ, იქ ავტომატურად არის კნოპკაზეა დააწვევი, რა დროს ვიგებთ? დროში. დაახლოებით. დაახლოებით, რა ვიცი, ბუშისთვის 1-5 წუთს მაინც თუ მეც არა 10 წუთს ნამზადის თითოზე, ხო? ხო. საბოლოო ჯამში ეს ალბათ დიდ რაღაცას იძლევა, ხო, ცხადეებუნებრივია. დიახ. კეთილი. ეხლა გადავიდეთ მეორე გამოგონებაზე, რომელიც არის დათარიღებული 1999 წლის 26 ივნისით. ეს რა არის? საწელავი ჩარხი, დეტალების, კვილანების საწელავი ჩარხი. წელავს ამ იმას, ხო? დიახ. დიახ. ანუ ახალი ტიპის ჩარხია? არა, ჩარხი თვითონ არის, მაგრამ პატრონა შევცვალე მე. პატრონა შეცვალეთ მხოლოდ მას. პატრონა შევცვალე მე ჩარხზე იყო 15-20 პატრონა. დიახ. და მე შევცვალე ერთი პატრონით. ერთი პატრონით შეცვალეთ, ან 15 შეცვალეთ ერთი. ერთით, ხო, ეხლა ამის ეკონომიკური ეფექტი გაცილებით მეტი იქნება ვინმე ამის. აუცილებლად. რომელი ქვეყნები შეიძლება დაინტერესდნენ თქვენი აი ამ დაპატენტებული ინოვაციებით, როგორ ფიქრობთ? ალბათ რუსეთი, გერმანია, ეს ჩარხშენებელი ინდუსტრია, სადაც არის, ხო, ის ყველა შეიძლება დაინტერესდეს. ამიტომ ძირფასო ხელისუფლება, ხო, თქვენ მოგმართავთ ეკონომიკის სამინისტროს. ასეთი ხალხი ჩვენს თაობაში და უფროს თაობაში ომათ არის ჯერ კიდევ და ღმერთმა თითქოს გვიმყოფოს მათი თავი. ნუ გავუშვებთ ამათ. ოდესმე ცას არ გამოვეკერებით არც ერთ ღმერთმა ასელი მიცოცხლოს მის თავი და ყველა თქვენგანი, მაგრამ წავა ეს ნოვაციებიც უკან. მე პირდაპირ გეტყვით, მთელი ეს 40 წელი რაც მე ამ ხალხთან მტრიალებ, საქართველოს ინდუსტრიალიზაცია და საქართველოს დღევანდელ ფარულ თუ ლეგალურ პირველ პირს, პატრონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ კიდეც რა, რომელიც მილიარდერია და მილიარდერთა სიაში და ღმერთმა სიკეთე მისცეს თავის ქონებასთან ერთად და ოჯახთან ერთად. მე არ ვეხები ხა მის პოლიტიკურ რაღაცებს. არ დაესიზმრება ისეთი ინოვაციები არსებობს, სტრატეგიული მნიშვნელობის, ხალხს ვსვამ სტრატეგიული მნიშვნელობის ინოვაციები და მისი გამოყენება შეიძლება ძალიან კარგად ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისთვის, რომელიც 90-იან წლებში აი სწორედ ეგეთმა ჩარხშენებლის დირექტორებმა და მის ზემოთ მდგომმა გოცირიძეებმა ხალხს ვსვამ გოცირიძეებმა და მათმა პოლიტიკამ მიიყვანა ამ დღემდე ეს ქვეყანა. როცა დღეს გადასახადის გამო ხალხს აიძულეს მეს ყავდა აქ რესპონდენტი ბატონი, ჩემი მეგობარი სოსო სიმონიშვილი, მან თქვა, ეს არის უდიდესი დანაშაული, რომელიც გოცირიძემ ჩაიძინა თავის დროზე, როცა წარმოება დაწესებულებებს, ხელმძღვანელებს სახელმწიფო ვალის, ეგრეთ წოდებული ხელოვნურად გაზვედებული ვალის გამო, როცა კავშირები არ იყო, არაფერი არ მუშაობდა მაშინ, მისცა უფლებები, რომ ჩარხები, ეს უნიკალური ჩარხები გაეყიდათ და კაპიკები ის, რომელიც მე კუპონად გადააქცია თავადაც კუპონმა რა და აი ესე დაენგრიათ ქართული მრეწველობა, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო.
ეს ორი რასაც შევეხეთ, მაგრამ ეხლა მე მინდა მესამე შევეხო ბატონო თამაზ, თქვენის ნებართვით. რა თქმა უნდა, ეხლა გამოგონებელი იმისია, რომ მან ეს უნდა შექმნას, გააკეთოს. მაგრამ მას არ ევალება, რომ ამის ინდუსტრიალიზაციაზე იფიქროს. ვერც გააკეთოს, რა სახრებით უნდა გააკეთოს. საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხმობა. უნდა დადგეს ქვეყანა და სახელმწიფო აი ეს პარტნიორობის ფონდი თუ რაღაცა გაქვთ აქ ბატონი დავით აგვარია საგანელიძე რო უდგას სათავეში და 2 მილიარდიან სახელმწიფო ფონდს რომ განკარგავს და რესტორნების იქით და იმის იქით ტორბაზების იქით არაფერი არ გაუკეთებია დედამიწის ზურგზე და ახლა ხანს გამოქვეყნდა რომ თელე აი ამათ ასეთების უკან დადექით ჩემო ბატონო დავით საგანელიძე შენ მოგმართავ პირდაპირ და შენს მფარველებს კიდე რა უამრავი ყავს ჩვენ ასეთი ხალხი, რომელთაც შეუძლიათ საქართველოს ბედი წაღმა წაიყვანონ, მისი ეკონომიკური მომავალი, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ, თქვენ მოკაპოთ, მეტი არაფერი არ გაინტერესებთ დედამიწის ზურგს. ეხლა ვეხები ერთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას და მინდა ეს საზოგადოებამაც გაითვალისწინოს და ეკონომიკის სამინისტრომ განსაკუთრებით. ეს ნოვაცია ბატონი თამაზის არ არის დაპატენტებული არა და მე აუხსნი ახლა ამ იმას საუბარია ბატონო თამაზ თქვენ რაც მე ამბეთ მაშინ და თქვენ უნდა ბრძანოთ ეს აი მისაბმელიანი მანქანების დიახ მისაბმელიან მანქანებზე ყენდება ეს ისა მისაბმელიანი მანქანები თუ მძღოლმა მანქანა არ გააჩერა ისე მას ის ვერ ჩახსნის მისაბმელს ხო ასე ხო ისაც არის მისაბმელი მას აი ბატონმა თამაზ ნათენაძემ შექმნა მექანიზმი, როგორც ინჟინერ მექანიკოსმა და გამომგონებელმა, შექმნა მექანიზმი, რომ ვთქვათ, მანქანიდან გადმოუსვლელად, მძღოლის კაბინიდან გადმოუსვლელად, მძღოლს შეუძლია ერთ ღილაკზე დააჭიროს თითი და მანქანა ჩაიხსნება. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ გაგანია ომშია მთელი მსოფლიო გახვეული. აქეთ ისრაელი და პალესტინის ამბები, რუსეთისა და უკრაინის ამბები და შემდეგ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ სამხედრო ტრანსპორტს, მისაბმელიან სამხედრო ტრანსპორტს რაღაცა გადააქვთ ასეთ დროს, თქვათ, მისაბმელი წაიკიდე ცეცხლი მტერმა ან რაღაცა მოხდა, ან რაღაცა ჩეპეა ხო, სიტყვაზე ვამბობ. თუ გადმოვიდა, დამთავრებულია მისი ამბავი თუ არა და ის მთლიან ტრანსპორტი განადგურდება. ხომ შეუძლია ჩახსნას ეს ზედმეტი ბარგი ან ზედმეტი თვირთი მოიშოროს და გააგრძელოს გზა. ეხლა დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ. რა მიგიყვანათ ამ აღმოჩენის საჭიროებამდე, როგორ ხედავთ ის პერსპექტივას და რა გჭირდება, რა შეჭირდება დახმარება და ვისგან? უბრალოდ ეს მე გამოგონება რო გავაკეთე, მე ალბათ გავიდა 1 წელი ან 2 წელი და ვიფიქრე რა თავისით მოვიდა რომ იქნება ეს გამოდგეს რა ქვია მანქანათმშენებლობაში და ვიფიქრე და გავაკეთე ეს მე როგორ უნდა გააკეთდეს და რა ქვია გამოვიყენოთ რა თუ შეიძლება თქვენს დამზადებული გაქვთ ეგ მექანიზმი ნახაზი ყველაფერი? ნახაზი კი ბატონო დავხაზო არ არის პრობლემა. არა, განხორციელებული ასე არ გაქვთ, იმიტომ რომ სახსრებს უკავშირდება. არა, განხორციელებული არ მაქვს. მე მაქვს მხოლოდ იდეა, აი ეს არის, ხო, ამაზე ნახაზს გავაკეთებ. რა ქვია, იმ ნახაზის მიხედვით შეიძლება მიმართეთ მაშინ სახელმწიფო უწყებებს, რა გჭირდებათ ეკონომიკის სამინისტროდან, დახმარება რაში გჭირდებათ? მე რო არ ვილაპარაკო, მე არ მაქვს, მე ჟურნალისტი ვარ და ეხლა მე არ მაქვს გამოსულება. მე საქმეებზე ხომ იცით არ ვიცი და რა გითხრათ. პირველად ვარ მე ტელეგადაცემაში და გასაგები. ერთი წესიერი ქართველი კაცია, ქართველი ინჟინერი ჩემო ბატონებო. პანიცის თავისი საქმე და არ იცის ზედმეტი საუბარი, მაგრამ აი ინდუსტრიებს და აგერ არის მზად არის რომ ეს ნოვაციაც საქართველოს მისცეს და ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაში, ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში იქნეს გამოყენებული. შემდეგი ნოვაცია. აი აგრომრეწველობაში რომ ვიყენებთ. აგრომრეწველობაში ეს არის მარცვლეულის. აი მიაცეთ ყურადღება მეკითხოთ. მარცვლეულის, ქერის, სივინდის, ხორბლის, ну, ასე იგი მტვრისაგან მოსაცილებელი აპარატი, რომლის დამზადება არ არის სისხლესთან დაკავშირებული. მე ვფიქრობ, სოფელში მაცხოვრებელ ყველა ოჯახს ჭირდება. ნებისმიერ ოჯახს ჭირდება ეს? ვისაც სიმინდი მოყავს, ქერი მოყავს, შვრია და ფერფი და ასე შემდეგ, ხო? მარცვლეული კულტურები ვისაც მოყავს. მარცვლეული კულტურები ვისაც მოყავს და ეს იწმინდება რა მტვრისაგან, ნარჩენები მტვრისაგან და ამით. თქვენი ინოვაციის უპირატესობა რა არის ამ შემთხვევაში?
აი სხვა რატო ვერ აკეთებს ამას? თქვენს ნოვაციას რა ოპერაციაა? არ გავუკეთებია, საზოგადოებრივ შეიძლება არის ან კომბაინებია, ეს დიდი რაღაცეებია, ხო, არა. აი ოჯახში რომ მოიყვანე. ხო, ოჯახში კომბაინს ვერ მოიყვანე ხო? ვერ მოიყვან. 1 ტონაზე და 2 ტონაზე, ხო? ხო, მოიყვან, რასაც მოიყვან, იმას გააკეთებ, გაწმიდავ და გექნება, არ იქნება. კი ბატონო, ეხლა ხო მოისმინეთ ჩემო ძვირფასებო, რაც ბრძანა ბატონო თამაზმა, მე როცა ამიხსნა ამ სიახლის არსი, მაშინათვე მივხვდი, რომ საქართველოს ფერმერებს ცირე მეურნეობები, ვისაც აქვთ იმ ადამიანებს, საოჯახო მეურნეობის, აი რამდენიმე ტონას რო აწარმოემართულები, იმათთვის ეს იქნება უნიკალური შეღავათი. და სულაც არ არის დაკავშირებული ძალიან ძვირ ფასებთან, ხო? არა, ძვირ ფასებთან არ არის ძვირთან დაკავშირებული. დაახლოებით რაზეა საუბარი? დაახლოებით გააჩნია ვის რა მოცულობისა უნდა. მოცულობისა უნდა წარმოდობაზე იმის აი დაახლოებით სიტყვაზე ხარ, რა საწარმოებს ქართველი გეხი? ტონა, 2 ტონამდე ალბათ, ხო? ნუ ალბათ ერთი, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ალბათ ერთი 200-300 ლარი, შეიძლება ისაც არ დაჯდეს. ხო, მაგრამ სხვანაირი მეთოდით რო გაწმენდო, მაგ შემთხვევაში ამდენი დაუჯდებათ. ეგ არ ვიცი უკვე ის გაცილებით ძვირი? ხო, უნდა წაიღოს ის ხო. სადაც უნდა წაიღოს? წაიღოს იქ სადაც წისქვილში ან სადაც გამწმენდ იმაში სადაც არის ნაგებობები. წისქვილში უნდა წაიღოს, სადაც და იქ უნდა გაწმენდოს. და ესე იგი ტრანსპორტირება წინ უკან გაწმენდა ბუნკერში ჩაყრა და მთელი რაღაც. ხარისხი როგორ იქნება თქვენს ნოვაციას? ხარისხი რას გულისხმობ? განცალკევება სუფთად მოხდება? ტურის და იმ მინარევებისაც? აუცილებლად. ნარევებიც კი, მე მგონი. გააჩნია იქ როგორ იმას ჩაუდებთ რა. სადაც ისხლება. ფილტრს როგორ გავუკეთებთ? ცხაურს თუ რაღაცას, გასაგები. ანუ ესეც მზად აქვს უბრალოდ მე მიმართავ ისევ დაინტერესებულ ფერმერებს და ადამიანებს შეუძლიათ ითანამშრომლონ ბატონ თამასთან და დაეხმარონ და თავის თავსაც დაეხმარონ ბუნებრივია. ესე ძალიან მნიშვნელოვანი ინოვაცია იქნება და მეხუთე რომელმაც მე ყველაზე მეტად გამაოცა. არ გამომჩა რამე ბატონ თამას. მეხუთე ეს არის სამკურნალო ლეიბი, რომლის სანახავად მე თვითონ მას თავის სახლში ვეწვიე და სამკურნალო ლეიბი, რომელიც ძალიან ორიგინალურად არის გადაწყვეტილი, მე მისი ნიმუში ვნახე. ისე გაძლიერება კიდე შეიძლება და ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე ხო გახსოვთ და მას რა ეფექტი აქვს ეხლა მოუყევით საზოგადოებას ამ ლეიბს რა შეუძლია აქ არის ჩადებული მოგორების მეთოდი რომელსაც დაიგებ ზეწარის ქვეშ და ზედრო დაწევი ამ მოგორების მეთოდით ამ მარილებს შლის მარილები იშლება კი რამდენი ხართ გაწამებული მარილებისგან აბა გულზე ხელი დაიდეთ ან თქვენი ოჯახის წევრები ახლობლები უფროსი თაობის ადამიანი ამბობთ ეს ანვაგაც მეს გამოიგონა რა ვიცი ვცადოთ დავეხმაროთ ხო თუ შეიძლება რა თქმა უნდა და თან ეს ხის ნარჩენებისაგან კეთდება თქვენ ხომ მითხარით რომელიც სამკურნალო ხეებია იმისაგან ეგ უკვე ჩემი ინოვაციაა ბატონო ხო თქვენ მანდ უკვე ეგ თქვენი ინოვაცია თქვენ მითხარით და ამით ხო ნუ მე მაჩვენა იქ რაღაცა და შეიძლება ამის გაკეთება თუ კი რა თქმა უნდა სურვილების გამოჩნდებიან და გავსინჯეთ ამით აი სერიოზულად არის საუბარი აი მხრის და წელის არეში მარილებით ვინც არის ასე ვთქვათ გაწამებული ადამიანები მათთვის მე მიმაჩნია რომ ეს შესაძლოა ხსნა და გადარჩენა იყოს ბაგუდებისგან და 1000 რაღაცისგან ეს რაც შეეხება მის ნოვაციებს ეხლა რაციონალური წინადადებები არა ის იმას გაჩვენებინებთ იმას თემატურობით რაციონალური წინადადებები აი მე რო ვთქვი რომ 16 რაციონალური წინადადება აი იმათ ხარ გაუსვამდით რომელიმეს ხას იქ რა გითხრათ ეს ტექნოლოგიები ჩარხებზე რომ კეთდებოდა დეტალები ესენი რომელიც უხარისხო იყო ხო და იმას ჭირდებოდა რა ქვია დახვეწა მე ესენი დავხვეწა და დავაყენე ჩარხებზე მაგრამ ეს ჩარხები აღარ არის უკვე ეს განადგურდა ისა ანუ თავის წარმოებაში თბილისის ჩარხენებელში აკეთებდა ბატონი თამაზზე ამას განადგურეს ვიღაცებმა 90-იან წლებში შევარდნაძის ბანდამ და დამთავრდა დამთავრდა ყველაფერი და დღესაც ტივტივებენ მისი ასე ვთქვათ ზოგიერთები პოლიტიკაში და ამბიციები აქვს ძალიან დიდი. და დიახ, რაღაცა 3500 კაცი მუშაობდა ჩარხენებელში და
ამისი დანგრევა როგორ შეიძლებოდა? აი გულისხმობ. ამას ვამბობ. ზარმაზარი რაღაცები კეთდებოდა იმ 3500 კაცის უკან ოჯახი ხო იდგა. და ამხელა ეკონომიკას ქმნიდა. ნახეთ რა თქვა დასაწყისში ჩვენი საუბრის დასაწყისში 20 წელს უშვებდით ხო ამ ჩარხს? 20 სახაატო ხრაფჭერ ჩარხს ექსპორტზე უშვებთ. ექსპორტზე თვეში 20 ან თითქმის დღენახევარში უშვებდნენ ერთ წელს და უცხოეთში იყიდებოდა. ფანტასტიკური თანხა შემოდიოდა საბჭოთა დროს. რა აფასები ღირს ახლა ეს? და გაყიდეს რაზე რომ ავეჯი აწარმოონ ყოფილ მანქანამშენებელ ქარხანაში. ვინ გაგვიკეთებს მაგას საწინდრეს? ეს მავნებლები ესე. მაგას ვინ ააშენებს? არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამათ ხელში არავინ არ ააშენებს. და ბატონი თამაზი მე როგორც თავის ჩვენი საუბრის დასაწყისში მოგახსენეთ, როგორც შემოქმედი ადამიანი ისე გამაცნეს და მე ასე ვთქვათ ჟურნალისტურად ამოუჩხრიგე, ასე ვთქვათ ეს რაც გქონდა. მადლობელი. მას აქვს ერთი საინტერესო მიმართულება კი, რომელიც ხეზე ჭრის ოსტატებს განსაკუთრებით დაინტერესებს და მე ვთხოვ ახლა ბატონ თამაზს თავისი აბგიდან ხურჯინიდან ამოალაგოს ეს ნიმუშები და მაჩვენოს. ანუ უნიკალური ჭრა ხორციელდება 4 მმ-ის სისქის მქონე ფიცარზე, ნებისმიერ ფიცარზე. და აგერ არის ახლა ნიმუშები. აი რასაც გვაჩვენებს ბატონი თამაზი და მე გაჩვენებთ ამას, სათქაო წარმოგიდგენთ. თქვენ ბატონი თამაზ ამ შემთხვევაში აგერ მე მას ვაჩვენებ ყველაფერს თქვენ ილაპარაკეთ. არა, მე რა ვილაპარაკე თქვენ. არა, მე რა უნდა თქვა თქვენ. ой, უგაცრავად. გისმენთ. ბოდიში ვიხდი. აი რა არის ეს? ესეა? აი ესე ბოდიში. სწორი ესეა, მაპატიეთ. დიახ, გისმენთ. აი როგორ მიაღწიეთ ამ ტექნოლოგიას? რა არის ეს? მსგავსი მე არ შემხედრია. გამჭოლი გადაბმები ნახეთ როგორია, ხო? აი ამას როგორ აღწევთ აი ამ გადაბმებს? აი მაგ გადაბმებს ისეთ საბურღე ჩარხი მაქვს ჩავხრიტავ და მე ვჭერი აი ამას. ეს თქვენი ინოვაციაა, ხო? კი, ჩემია. აი ეს არის მისი ინოვაცია ბატონებო. ეხლა აი ნახეთ, ეს არის რუსთაველის ვებქვის პაუსტის ერთ-ერთი ეპიზოდი, ხო? ტარიელია და აი ნახეთ. ნესტანდარია. ნახეთ. ჩანს ხო, კარგად. კარგი, ამას ისევ გავიმეორებ და ვაჩვენებ. ესეც ნახეთ. კი ბატონო. და მესამე ეს არის რაღაც პეიზაჟი თუ რა? ეს შველია, შემდგარი. კი ბატონო. აი შეხედეთ. შველი ბუნებაში. ნახეთ და ეხლა მინდა ვთხოვ ოპერატორს უყურებება მე ხამას საგანგებოდ შევატრიალებ მეორე მხარეს და მეორე მხარესაც ანალოგიურად არის გამოკვეთილი და იკითხება რაშია ეხლა ამ ნოვაციის სიახლე რომელსაც სხვა ქართველი ასე ვთქვათ ხის ოსტატები ჩუქურთმის ოსტატები ვერ აკეთებენ თქვენ ჩუქურთმებსაც ხო დაამზადებთ ამ რაღაცების ამ თქვენი მეთოდიკით რა გითხრათ აი ჩუქურთმებზე გამოჭრილი გამოჭრილი ჩუქურთმები გამოჭრილს გულისხმობ. დიახ, მაგის გაკეთება აი საეკლესიო მიმართულ ხატები აი ესეთნაირად გაკეთეს და დამზადეს ამ მეთოდიკით და მე ვნახე მასთან სახში ეს განათება რომ მიადგება ხო ბატონო თამაში? აი უკნიდან განათება თუ დაადგება ხო კარგად. ამას რომ განათება დაადგება უკნიდან აი რა ვიცი უკეთესი არც საჩუქარი მაგალითად როგორც სუვენირი ბატონებო რა ვიცი რით შეიძლება ოჯახი გაახარო თქვათ და ძალიან საინტერესო რაღაცები ეს შეიძლება ეკლესია მონასტრები თქვათ პორტრეტები ადამიანების ცნობილი ადამიანების ყველაფერი გააკეთეს აი მცირე ხელი საკურა ჭირდება ბატონ თამას ამისთვის რომ ესეთი რაღაცები გააკეთოს და ესეც ერთ-ერთი პრაგმატული მისი ინოვაცია და გამოგონება ამიტომ ნახეთ აი ქართულ ასე ვთქვათ, სივრცეში არიან ადამიანები, ინტელექტუალები, თავის საქმის პროფესიონალები, რომელთაც უზარმაზარი ინტელექტუალური კაპიტალი გააჩნია და მე მიმართავ ეკონომიკის სამინისტროს, მიმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მიმართავ საქართველოს გეყოთ ბატონებო, მიაქციეთ ამ ხალხს ყურადღება. ნუ გაქვთ ამ რა ქვია, წამგლეჯ, ეგრეთ წოდებულ წამგლეჯ ინვესტორებზე აქცენტი გაკეთებული. აი 6 მილიარდად რო გავყიდეთ ეხა კარტული მიწა და რაღაცებს ჩორჩეტობენ აქ ხო? აი უამრავი ადამიანია ჩემს ასოციაცია ლაზაროში საქართველოს გამომგონებელთა და ნოვატორთა და მკურნალთა ასოციაცია ლაზაროში ისეთი ადამიანები რომელთაც ამგვარი რაღაცეები კი არა უფრო მეტი სტრატეგიული მნიშვნელობის გააჩნია ქვეყანა უნდა დადგეს მათ უკან ფონდი უნდა შეიქმნას რაღაცა ცადოთ მოგვეცით ამის საშუალება მეგვიშვით საჭესთან
და გავაკეთებთ ჩვენ. მაგრამ ჩაბღაუჯებული ხართ საგანელიძე და სხვები ამგვარ რაღაცას და არც იხედებით იქით. რესტორნის იქით თქვენ ბიზნესი არ გონი და ტურიზმი და მოსამსახურე და იმათ გავხადეთ მთელი ქართული საზოგადოება აქ. აი ბატონებო ნახეთ ახლა აი ადამიანი ამხელა გამოცდილებით, ამხელა გულის ტკივილით მოვიდა ჩვენთან. სუსხვალ თემაზე აღმოვაჩინეთ ეს, მოვიყვანეთ, თქვენ სინაში გამოვიყვანეთ და დარწმუნდით, რომ პრაგმატული, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მის თითოეულ ინოვაციას, დაპატენტებულს და მომავალში დასაპატენტებელს. ეს უპირატესობა გაგვაჩინია, სანამ ეს თაობა ჯერ კიდევ წყობშია და შეუძლიათ რაღაც სიახლეების კეთება. ეხლა მთავარი მიზეზი, რის გამოც ასე ვთქვათ, ხوار დაგჭათ კიდე რამე საჩვენებელი. ესენიც მოვიტანე და არ ვიცი. აბა მაჩვენეთ რა გვაქვს კიდე? მაპატიეთ. კი ბატონო. აგერ ბატონო. ეხლა გაჩვენებთ სათითაოდ ყველას. აი ბატონო. აი სხვადასხვა ფიგურები უკვე. ბატონო, სხვადასხვა ფიგურები კიდე დავალაგება მე ეხლა წინ, აი. ეს ასეთნაირად არის. მშვილდოსანი. მოიცა ნახეთ როგორი კარგი სუვენირია. აგერ ბატონო. ხოსორად მიგავია ბატონ თამას. კი. აი ესე. კი ბატონო, რა მნიშვნელობა? კი ბატონო. აი შეხედეთ, როგორი ორიგინალური, ერთიანი კომპოზიცია მთლიანად ყოველი მიწებების და მოწებების გარეშე რა. ერთიანად. ეს აქვს სწორედ იმ თავის სახარატოებზე გაკეთებული. ეს საეკლესიო საჩუქრები და სუვენირები და ასე შემდეგ, ხო? აი ესეთი რაღაცები. აი სახარატო ჩარხზე შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს. ჩვეულებრივად. მოკლედ, მრავალი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს ბატონი თამაზი და მისი, ასე ვთქვათ, მისი გონებრივი, მისი ინტელექტუალური პოტენციალი სწორად გამოყენების შემთხვევაში მას შეუძლია ძალიან თავის დარგში, თავისი მიმართულებით დიდი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს ეკონომიკას. ოჯახს თავისთავად და თავად მას, ხო? მადლობთ, მე თვითონ. ეხლა ფინალისკენ წავიდეთ უკვე ნელ-ნელა და მე მინდა ის მიზეზი ვთქვა, რის გამოც ბატონი თამაზი, ასე ვთქვათ, მე მეგობრებმა შემახვედრეს, როგორც კარგი მოლექსე კაცი. ეხლა მესხკაცთან პოეზია ახლოა და ორგანულია და შიგნიდან მოდის ეს ყველაფერი. ბატონი თამაზი ჩვენი აი ჩვენ რაც გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით და ვსაუბრობთ იმის მერე რა თქმა უნდა წუხს იმ მდგომარეობას და ეს წუხილი მან აქაც გაგიმჟღავნათ აი ჩარჩენებელი ერთ-ერთი გიგანტი მრეწველობის დანაწევრების და ესე აქვეა კაპარტახების გამო და ხანდახან ამ წუხილს ნუ ლექსებში აქვსოს და ლექსებითაც გამოთქვამს მე მომიყვანეს როგორც მელექსე კაცი რომლისგანაც მესხებისგან მithumetes ეს არ გამეკვირდებოდა მაგრამ მას თავისებური ის აქ რიტმიკა მიგნებული და მე ვთხოვ ახლა ამასო წაგვიკითხოს ლექსი აღიქვით იბერიელნო ესეთი ლექსი აქ მას მე თვითონ ვთხოვ თუმცა ეს თავის ლექსები მან ზეპირადიც ის ყველაფერი ხოსია მაგუნთავ რაც დამიწერია იმის 80% ზეპირადიც 80% დაახლოებით 600 მე ვთხოვ რამდენი დაახლოებით 600 სტროფია თუ მეტი არა 600 სტროფი კი ბატონო მე ვთხოვ, ამიტომ ეხლა წაგვიკითხოს ლექსი, თუ ჭირდებათ ეს აგერა გაქვთ, თქვენივე ნაბეჭდი, თუ არა და ზეპირად. მოდგმით ეროვნულია, მოყვაცი, ამერისაო, ფარავდეს, სვეტიცხოველი, ჯვარიკი, დავითისაო, ლოცვანი, ყველა წმინდანის, ყოველი სხივი მზისაო, ამბეტკრულ საქართველოსი, ძალამიეცი, ხსნისაო, აღიქვით იბერიელნო, ვედრება, გლახაკისაო, ვიწამოთ ერისკაცისა, იმედით მომავლისაო, ღვთით მოძებული ნიჭისა, კეთილმყოფელი ძისაო, აღშენებისთვის მოვლენილ, ღირსეულ ქართველისაო, ყოვლის მტვირთელმა ინება ქართველს გვაწვია რჩეული, წრფელია სამართლიანი ხალასი გულით მოსული,
უანგაროა უზადო სწავლული სიბრძნისეული ქართველო საქართველოში მიიქნებიო ეული მიიქმა თათა ძახილის ერწყმის საკვანში რწეული პირდაპირია უშიშო გონებით გამორჩეული მგზნებარე მამულიშვილი უფლის განგების წეული ძიმე ძელიდვა საზიდად რომ ეხსნა გზა აბნეული ლაზარე სენის საუბრობს სამებით მირონცხებული რაც დავინახე ის უწერე რამე თუ გადახვეული გარდან უნდა კლდოვანსა თუ კი კიბია ხვეული ასაგებად რთულია აღაგებს ამაღლებული სარცსა კლდეს ფეხს ვერ იკიდებს აისხლიტება ნალია ნაწერთობი უნდა იხმარო წაწეტებული სოლია ბაგირად ღერო ღუნვადი წვრილად დაწნული წნელია ყულფი სოლთანა ნაჭედი მკედელი პირუთნელია მამულიშვილნო მიიღეთ ნაყოფი იგავთხისაო სამამავალნო იმდიდი ნათელი წინაპრისაო თაობებს გადმოცებული მცხეთური საუნჯისაო ამბანურ ოქროსკვეთისა რუსველის ნაუბრისაო მოუნახოთ ხუთი სტრიქონი ქნას რაცა ზედა სწერია გავითაისოთ მკითხველო ვართ საზეპურო ერია ასომთავრულით ვერ შევძეთ მხედრულით დამიწერია შვიდ გზითა გლოცავთ ყოველთა იყავით ბედნიერია პირდაპირ გეტყვით არ მალვით ან რა მაქვს დასამალია დიდებით მოვა ღმერთ კაცი მოხდება სასწაულია ყველა ჩამოხდის თეთრ ნიღაბს გამოვწყინდება სულია ერის კაცობით განთქმულდეს ღმერთ მოუმართოს ხელია რაოდენ ტვირთი სავზიდე იგივე ამიკიდია ერის კაცებს კი სამშობლო არცრუდეს გავყიდია ამერ იმერნო მისბედი თქვენს არჩევანზე ხიდია ახსულდეს ნება უფლისა განგება მისი დიდია დიდი მადლობა ბრაო ამ სტილის ხوار გინდათ კიდევ წაიკითხოთ თქვენ როგორც მეტყვით მე რა ვიცი თუ გნებავთ აი მე ის 16 მართალი არ არის მაგრამ ეს უნიკალური წყობა აქვს მას 16 მარცვლისა ჩემო ძვირფასებო ეს დაიმახსოვრეთ და მე ოდესმე თუ მე მივმართავ საზოგადოებას ეხლა რაც მოისმინეთ დავანებოთ თავი ამ ნოვაციებს ეს ცალკე მიმართულება მის შემოქმედება ცალკეა და თუ ვინმე გამოჩნდებით რომ ამ ძვირფას ადამიანს ამ შემოქმედ ადამიანს დაუდგეთ გვერდი და კრებულის გამოცემაში დავეხმაროთ ეს ჩემი სათხოვარიც იქნება და რა ვიცი ეხლა გთხოვოთ კი ბატონო მე ქართველი ადამიანი სულხანერად ვიცი და სხვანაირად აღვიქვედა მით უმეტეს ქართველი დედა ძალიან ესეთი დედა მსოფლიოში ამი არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ ქართველი დედაზე კი ბატონო ჩვენი გვყავს დიდი ფენომენი ქართლის დედა ხო და დაყურადებულს მოусმენია უნდობიაო წუთი სოფელი გაერიდეო განმარტოვდიო აირიდეო საცნებელი კითხვას ვსვავ ისე არ რიტორიკო მას რიშტის ძეხორციელი მხოლოდ იმისთვის ძმამძმა რომ მოსრას შემოაცალოს გარსამოსველი მერე წავიდეს მოინანიოს და მოიძიოს აღსარებელი თავს არ ვიმართლებ ვერ მოვზომეო შავით შეუმოსე დამტირებელი ესაა მისი დანიშნულება ამისთვისაა დაბადებული დედა არსი დედა სვეტი დედა ღვთისა დამბადებელი გაგიმეორებს სულ ნაცის სიტყვებს საწყავოაო აღუსებელი შუბლიკი დედა დედამიწისა დედა არსშია ამაღლებული დედა აზრი ხომ სიბრძნის ბელოა საზეპუროში დავანებული გიორგიანო თამარიანო დავითიანო ბაგრატიანო გორგასლიანო ფარსმანიანო იბერიელო ეროხტიანო შე მადლიანო ადამიანო რა ვერ გავიყვეთ რა გვაქვს სადაო რა ვერ გაიყვეთ რა გაქვს სადაო თქვი რომ მიზნისთვის მიქცევია თუ კი ეს კითხვა დაგებადაო რა კი შობილ ხარ დედიშობილა ჭიპლარის გარდა რა გებადაო მის წიაღიდან გამომდინარე ძღნად შესაწირის დააგვიანე ძმასთან იყავი მასთან ივანე ნუ დაიყოფი თავის წინარე ღმერთმა დაგლოსოთ გაგაძლიეროთ გაგამთლიანოთ დაგაფთიანოთ როცა საღავლეს კათალიკოსი უწმინდესი და უნეტარესი უწმინდესი და უნეტარესი უწმინდესი და უნეტარესი დიდი მადლობა და ღმერთის ამით არის გავასამოთ და მე ამით და მშვიდობებით ბატონო გავასამოთ
ერთიც. მესამე ვთქვათ რომელიც გირჩევნიათ თქვენ, აი ამ სტილის. 16 მართალი გნება თუ 10 თუ არა, ჩემთვის თქვენ რომელიც გნებავთ. გიორგობის თვე გასრულდა. ფანტელმა იწყო ცენაო. ძეს შუბის წვერზე დამოსულს ვეღარ მოსწვეტემზე რაო. ღვთის სამწყოს ცხინი ესროლა ნათელი მოაფინაო. ცოდვილი შეწევნას ვთხოვდი გვაკმარე ჭირთა თმენაო. ჰევა ადამის მოდგმასა გაგვიკასტკეს ერთმენაო. ღორძინე ლაზარე მოჰმადლე აღმა ფრენაო. სული შეგვითმე ქართველებს აგვიგიზგიზე კერაო. მოვკისყლოთ მამისეული ვადიდოთ ვარჯიენაო. შობე მესია მახვით ქვენ საკვირველი ძლეო. ისმოდეს საქართველოში ლაზური ნანანენაო. ვაჟნი ვაჟობდნენ ქალწულთა შემონატროდნენ სხვანიო. გვიხსენი ბოროტისაგან ამეტყველი ქვანიო. აღორძინე ლაზარე ღვთის კურთხეული ენაო. მოჰმადლე აღმაფრენაო. მოჰმადლე აღმაფრენაო. მოჰმადლე აღმაფრენაო. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ჩემო ძვირფასოები მოისმენთ, ახლა 3 ლექსი ვთხოვე წაიკითხა, ნაჩვენაი კრებული პრაქტიკულად მას გამზადებული აქვს, თუ ვინმე მადლიანი გამოჩნდებით, ჩემი თხოვნაც მივერთეთ და ახლა მე ფინალისკენ უნდა წავიდე. აი პირველი ლექსი რომელიც მან წაიკითხა, ამას უძღვის წინ ეპიტაფია რომელიც გამოტოვე თქვენ, მაგრამ მე ამითი უნდა დავამთავრო ეს შეტანიშნიანიც ამას მე ვიტყვი ახლა ერთიც და მეორეც და სანამ ვიტყოდე მის თხოვნას აქვე გავაჟღერებ რომ თქვენ ვთხოვეთ მე რომ აი თქვენი რამდენიმე ლექსი მე ჩვენი ტელეკომპანია PKTV-ის დამფუძნებელმა ქალბატონმა ქეთის ესიაშვილმა თავისი ნანარიხით წაიკითხოს და აუცილებლად ხო თხოვნა აქ და მე აქე დამთხოვე ხა ქალბატონ ქეთის კია დათანხმებული მაგრამ მე თვითონ შეარჩევს ყველაფერს ეხლა რაც შეეხება აღიქვით იბერიელნო აი ეს პირველი ლექსი რომელიც მან წაიკითხა ამას ეპიტაფია უძღვის გზაზე ბერი გადამიდგა შემომცინა გიხაროდენ წარდი შვილო და რაც ნახე ქართული ხმითი გალობე ეს კაცი ჩემი სტუმარი ქართველი კაცი მესხი კაცი ქართული ხმით გალობს ქართულად ირაკრაკა ეხლა ქართულად აკეთა ეს ყველაფერი ქართულად იაზრონა შექმნა ეს ნოვაციები ქართული ოჯახის პატრონია შვილები ყავს შვილიშვილები ყავს და უძღვება ლამას ქართულ ოჯახს მე მივესალმები და მოვიკითხავ მის ჩვენი ოჯახს აქედან რომელთაც აი ამ თავკაცის ფასი იციან მე ვთხოვ ყველას ვისაც ეს ეხება აი ესეთი თავკაცების აი ესეთი გონიერი კაცების აი ესეთი ინტელექტუალების გონებაში გამოწრთობილი ნოვაციები დარჩეს და გახდეს საქართველოს სრულიად საქართველოს საკუთრება მის ეკონომიკურ წრებრუნვაში ჩაერთოს ეს არის ჩემი თხოვნა და მოთხოვნა და ბოლოს დეტალი რომელსაც მე ასევე მივაქციე ყურადღება თქვენ აქ თქვა ეს ფსევდონიმი რაც გაქვთ მიწერილი კი ბატონო რა მაქვს სპეციალია ტაოელი მგლების სიხელი ან ტაოელი მგლები ტაოკლარჯეთი მაგაზე ტაოკლარჯეთის აი ეს ფარულ რაღაცას რომელსაც ჩვენი თაობა და კიდევ უფრო დიდი თაობა და ბევრი თაობა ატარებდა და ვატარებდა ღმერთ მაქნას ყველაფერი ისე მოტრიალდეს რომ ჩვენი და თქვენი საამახო სამშობლოს გაძლიერებას მოხმარდეს აი ესეთი ადამიანების ინტელექტი და გონება დამიჯერეთ 21 საუკუნე ინტელექტუალურ კაპიტალზე არის აგებული და არა ნავთობის მოპარვაზე და წარსვაგლეჯაზე და იმაზე ავტომატების კაკანზე. დიდი მადლობა ბატონთავს. მადლობა მე თვითონ. ერთად დაგლოცოთ გამრავლეთ. ღირსეული ქართველი. აი შეხვედრამდე ქართულ ნოვატორებთან და ხო მიწერია ღირსეული ქართველი. ყველა ღირსეული ქართველი. ბატონო. ქართული ხმით ვეგალობოთ, ქართული საქმე ვაკეთოთ, ქართულ სახელმწიფოს ვემსახუროთ. ეს თქვენია. კარგად ბრძანდებოდეთ. Amen.
რა გქვიან ძმობილო? ლელტყუნიას მიხმობენ. სადაური ხარ? სადა ველო, გაიბოტნიდა, აქ აიმთაშია, თერ კიდურზე. კაი ადგილია ეს თქვენი ადგილი. რა სიცინი? საცინელს ვიცინი, ცარიელს ტომაკი მაგით ვერ გაძღების. აქ ძალიან მოსავალი უნდა იცოდეს. არაა გონჯაი, ჩვენს პეჩაობას შეჰფერობს. ეს დიდი გზა, დიდ ხელს მოგცემთ. ვშაულობთ, ჯიბეში არ რჩების. თისკაცი მახავეს სვამეხის კერძია. ჭამადის მადი არაა სახლში, ნაშოვერ დუქანში მიდის. ერთი მითხარ თუ ღმერთი გწამს. აი სტეფანწმინდის პირდაპირ რა მონასტერია. გიწყალობოთ ცოცხალთან, შეგინდოთ მკვდართა. წმინდა სამების სახტარი არ, უწინდალთ განცდა საფარი, ერთა საბჭო. ეხლა რატომ აღარ არის ეგა? აწინა, ერობა სადაა, რუსობაში ვარ. აწინა ყველაი გაცუდის, ყველაი გაუქმდის. აშ უწინდელი დაწყობა და დრო უკეთესი იყო? რაიდარა, ადრია ავას თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენად უგვეყოდნეს, მით იყვის უკეთ. ადრია ერიერობდეს, გულიგულობდეს, ვაჟაი ვაჟაბდეს, ქალაი ქალობდეს. არხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წერს წყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის. ეხლა რომ მშვიდობაი არის, რაი არ მშვიდობა. უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალში ბაყაყმი ჭიაჭუაი ქვემძრომლი გამრავლდის. ცარიელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის. ტერი რომ დაგეცემოდათ, აგიკლებდათ და ცოლშუს გიწიოკებდათ ხოლმე? აწინა მავალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს. ადრიდან მტერს მაინც ფარხლით შევეთამაშით, ვიგერიებდით. სვამეხს რაი იყვის, ვერ მოსაგერიებელ, ვერ შესათამაშებელ. ადრიდან მტერთან ბრძოლაში, სწორების ჯობინობაში სახელს შოობდით. სვამეხთან ვაჟაი რაი სახელს ჩამორჩების. ადრიდან მართალ ხარ, მტერი იყვის. ერთგულთა ვაჟდა ჩუქებაც დიდ იყვის. ადგილმამულებოძვის თარხნობაი მიეწყობოდის. აწინა ტყუილ რუშობით ფიზის გატეხვით სარჩო საბადელს საშოვერ გაგვიხსნეს.